მინდა ვისაუბრო კალციუმის შესახებ, მისი მიღების წესის შესახებ და ასევე გარკვეულ მიკროელემენტებზე, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. როგორც მოგეხსენებათ, კალციუმს ძალიან დიდი როლი ენიჭება საყდრმამოძრავებელი სისტემის სტაბილიზაციის საკითხში, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტს ემართება ოსტეოპოროზი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სწორი მიღება, რომ დანიშნულების ადგილზე მივიდეს კალციუმი. ამისათვის გასათვალისწინებელია გარკვეული წესები. პირველი, კალციუმთან ერთად უნდა დაინიშნოს ვიტამინი D. ვიტამინი D-ს დღიური დოზა დაახლოებით არის 800-დან 1000 საერთაშორისო ერთეულის რაოდენობით. კალციუმის განაწილებას ორგანიზმში ეხმარება მაგნიუმი, ასევე მაგნიუმის დოზა დღიური არის დაახლოებით 300-დან 450 მგ-მდე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინ K2-ს. K2 ასტაბილიზირებს მის განაწილებას ძვახსასროვან სისტემაში და ხელს უშლის, რომ კალციუმი დაილექოს თირკმლებში და გულსისხლთა სისტემაში. როდესაც ვღებულობთ კალციუმს, გავითვალისწინოთ უნდა ის, რომ მასთან ერთად არ უნდა მივიღოთ რკინა და არ უნდა მივიღოთ თუთია. რამე თუ ეს ორი ელემენტი უშლის ხელს კალციუმის შეწოვას. ის პაციენტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ღებულობენ კოფეინს, დიდი რაოდენობით ღებულობენ მლაშე, ანუ მარილიან საჭმელს და პარალელურად ღებულობენ ასევე ფოსფორს, იცოდეთ, რომ ეს საშუალებები ხელს უწყობს ძვლიდან კალციუმის გამოდევნას. როდესაც გვინდა რომ დავიწყოთ კალციუმის მიღება, აუცილებლად უნდა გავდავამოწმოთ ის ლაბორატორიულად იონიზირებული კალციუმის სახით. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც იონიზირებული კალციუმის რაოდენობა სისხლში ნორმაა, მაგრამ პაციენტს აქვს ოსტეოპოროზი, ამიტომ შეუდარებელია რენტგენოლოგიური დენსიტომეტრია, რომელიც განსაზღვრავს ძვლის სტრუქტურას. ამიტომ თუ გაითვალისწინებთ აი ამ ჩემ რჩევებს კალციუმის მიღების საქმეში, თქვენი კალციუმი აუცილებლად მივა დანიშნულების ადგილას. აბა გავუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.